გურჯაანის სამების საკათედრო ტაძრის მოძღვარმა მამა ვაჟა სონღულაშვილმა აბიტურიენტები დალოცა და მოახლოებულ ეროვნულ გამოცდებში წარმატება უსურვა. ღვთისმსახურის მთავარი გზავნილი კვლავ ქრისტიანობის დაცვა, ქვეყნის სიყვარული და სრულფასოვანი განათლების მიღება. გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში შევასრულეთ აბიტურიენტებისთვის და სასწავლო წლის დასრულებასთან დაკავშირებით ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი ჩვენ ყოველ წელს დაწყებას და დასრულებას ჩვენ ვავედრებთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ჩვენს მომავალ თაობას, საქართველოს იმედებს, საქართველოს სიხარულებს, საქართველოს გენოფონდს და ვთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს რომ ის რაც უკვე ესენი გახდებიან სტუდენტები და მშობლების და ჩვენი კალთის ქვეშ იმდენად აღარ იქნებიან და აღარ იქნებიან რა თქმა უნდა განვითარების პროცესის კარგი პროცესი არის ეს, მაგრამ ჩვენ უკვე ვავედრებთ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, სადაც ჩვენ ვერ დავიცავთ, ღვთისმადლმა და დედა ღვთისმშობელმა დაიცვას ჩვენი შვილები, საქართველოს მომავალი გურჯაანის აბიტურიენტები, უკვე მერე სტუდენტები და ღვთის კურთხევა იყოს მათზე და ღირებულებით განათლება მიიღოთ და სწორი ცოდნა მიიღოთ და ეს სწავლოთ ამ ცოდნის სწორად გამოყენება. აი ამას ვთხოვთ ჩვენ და რა თქმა უნდა ულოცავთ გზას და მომავალ ცხოვრებას და ვავედრებთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მათ დარჩენილ ცხოვრებას. ყოველწლიურად ტარდება აბიტურიენტების დალოცვა და ვფიქრობ, რომ ეს ყველა აბიტურიენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ორმაგად საპასუხისმგებლო საქმეა ეს ჩვენთვის და პირველი ალბათ რასაც ვაკეთებთ, ყოველთვის ეკლესიაში მოვდივართ და ვლოცულობთ, იმიტომ რომ პირველ რიგში ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და შემდეგ უკვე ეროვნული გამოცდები. ეროვნული გამოცდები და უნივერსიტეტი ახალგაზრდა ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და ვფიქრობ მეუფის დალოცვითა და კურთხევით ყველაფერი გამოვა.